სახელმწიფო მამისათა და დისტანციურისათა გილოცათა შევიდე თარიღს ამ ტაძრის კურთხევის 15 წლისთავი და ეს წესი და სამხედრო გაწესების და საერო დასის და სამხედრო დასის ერთობის დასაბამიდან არის. როდესაც მეტაშექნა სამყარო და ადამიანი და სამოთხე დაადგინა სამოთხეში ორივე დაავალა დაამუშავეო და დაიცავიო. ვიზგან დაეცვა სამოთხეში ხო ყველაფერი ჰარმონიულია. ცოდვისაგან დაეცვა და საიდან იქნებოდა ცოდვა თუ თვითონ ადამიანს ავარდება ცოდვაში მაშინ. და როდესაც მოხდა მაშინ გაიყვანა სამოთხიდან, ანუ ის ჰარმონია არ უნდა დაირღვეს, მაგრამ დაადგინაო იქ მცველათო და უთესა ქერუბიმია. ეცხონ מחვილია. რათა ცოდა აღარ შემოსულიყო იქ. ანუ ეს ჰარმონია ზეცაში არის და ქვეყანაზე ბრძოლა საჭირო დაიცვეს მშვიდობა, სამართალი დაიცვა ადამიანები, ხალხი, ოჯახები, ერი ძალიან დაიცვა. აი უდიდესი მსახურება აქვს სამხედრო დასისა, მაგრამ როგორც იქ ითქვა რომ ქერუბიმი იყო და დამცველათო, ანუ სასულიერო დასით და ზეციური ძალებით ასევე დამცველად დგანან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი ერის და ქვეყნის ისტორიიდან არაერთი შეწევნა სწორედ აი ამ ლოცითა და ზეციური ძალების დაცვით. ერთს გავიხსენებ ჩვენ, როდესაც მონღოლები შემოსიდნენ ბატონობდნენ და ესეთი წესი იყო, რომ დაპყრობილ ქვეყნიდან ყოველწლიურად საჯერისო ნაწილი უნდა მონაწილეობდეს მათ ლაშქრობებში. და იყო ქართველთა ლაშქარი მონღოლებთან ერთად, მაგრამ სხვა ქვეყანაში. და მოხდა ისე, რომ იქ აღმოსავლეთში ესეთი არსებობდა ორგანიზაცია თქო, ასასინებს ეძახდნენ. და ყავდა თავისი ბელადი, რომ წვრთნიდა მათ ამზადებდა, რომ შეპარულიყო სხვა სამეფოში და დაახლოებულიყო მეფეს დაახლოებული და მერე გადატრიალებით მოიხდიათ იქ. და მარკევიჩი და მოიკლათ მეფე, ამ მთავარსარდალი ვინც იქნებოდა. აი მოხდა მკვლელობა ამ მონღოლთა მთავარსარდლის. და რაღაც გავსევდა ხმა, რომ აბა ეს ქართველების გაკეთებულია. და დაადგა ფეხზე მთელი ეს ლაშქარი მონღოლების ქართველების დასახოცად, ქართველი მეომრების. ანუ მონღოლთა ლაშქარი ბევრად უფრო მეტი იყო, დიდი. და ეს რა თქმა უნდა შეუბრძოლოთო? ნუ ვიცითო დახოცავენ ყველას. ერთმა თავადმა შურამელმა თქვა რომ არაჯერს ხა ჩვენ ვიარად ბრძოლა არამედ ვილოცოთო. ანუ აი განწილ მდგომარეობაში როცა ადამიანის ძალას აღემატება ეს განსაცდელი მაშინ მხოლოდ და ზეცე შეუძლია დაგიცვას და მუხლი მოიყარეს და თქვენს ლოცვა მოწყალების ყარი განგო ყოველ კურთხეულ ღვთისმშობელო. და რუსეთის ამ ლოცვას ესე ხმამაღლებთ ერთიანად ქართველი ამბობდნენ უკვე მონღოლთა ლაშქარი მოადგა და უყურებს ქართულს ეკეთებენ. ნუ დაიჩოქეს და ლოცულობენ. ანდოს ტყიდან გამოვარდა ერთი ასასინი. და იყვირა მე მოვკალიო ეს თქვენი ნოინი თქვენ თავარიო მე მოვკალიო. ნუ შეიპყრეს და ეკითხება კი მაგრამ შენ რატო გამოხვედივ აქო? შეხო მიიმალი სადაც ტყეში არ ვიცით რომ შენ იყავი მკვლელიო. ჩვენ ესენი გოგონაო და რამ გამოგიყვანაო და იქ რომ იმალებოდიო უცებ დავინახეს იციდან დედოფალი მრისხეთ მეუბნება
შენ გulis ისო ეხა 1000 ადამიანი დაიხოცოსო გადი ეხლა და აღიარეო შენო მე დავემორჩილო მის ბრძანებასო და გამოვედიო და ვინ იყო და არ ვიცი ზეცის დედოფალი ვიღაცა იყო და ქართველმა მადლობა შესწირა და ღვთისამ დაიცა მთელი ლაშქარი ქართველთა და აი არაერთი ესეთი და აი მოწამე გობრონია შემცველი იყო ციხესიმაგრის და ბოლომდე იბრძოდნენ და თვითონ ახლა ზეცის მხედრობაში ვარ და თავის ლაშქართან ერთად თუ იცავდა სამშობლოს ქვეყანას მშვიდობას ოჯახებს და ღირსებას ერის და ქვეყნის ღირსებას აი ეს უდიდესი სამსახური არის სამხედრო სამსახური და მაგრამ თქვენ გვერდით არის ის დასი სულიერი მოძღვრების ლოცვით ასევე იბრძიან ქვეყნის კეთილდღეობისა და წარმატებისა და მშვიდობისათვის და ეს ორი ძალა ფიზიკური ძალა და სულიერი ძალა მას ერთობა არის საწინდარი ჩვენი გამარჯვებისა გამარჯვების მშვიდობით და სიკეთით აღორძინეთ ჩვენი ქვეყნისა მეთა დაგლოცოთ გილოცავ და აი ეს დღესასწაულის თოთე მოგუსწრებს საშუალება რომ თქვენთან დავნიშნოთ 5 წელი მამა გობრონი გადაგებს მოძღვრავს პირველად არის ეზიარებიან რომ უფალმა დედა ღვთისამ დაგვიწეს ჩვენ ყველანი მეთა დაგლოცოთ